ცხონებული გია ხარჩილავა არის დემოკრატიული ოპოზიციის გამარჯვების სიმბოლო და ნამდვილად ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ გიას მის სულს პირველ რიგში, ვინაიდან ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არის ბრძოლა რუსული წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენ ვიყავით ფოჩი, სენაკში, ვაპირებთ ახლა და ვაგრძელებთ შეხვედრებს ჩხოროწყლსა და ზუგდიდში. ასევე წალენჯიხაში მქონდა გასაუბრება თანამოქალაქეებთან და სამეგრელო კარგად ხვდება. თუ რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ვინაიდან ეს არის ფარსი, ტყუილი და ამ ტყუილში მონაწილეობას არ იღებს სამეგრელო. რატომ? იმიტომ რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთიანობა, ზეპარტიული ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის და სწორედ წალენჯიხაში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ავიღოთ ეს გამარჯვების ბაირაღი, რომელიც გია ხარჩილავამ დადოა ამ ქალაქში და ამ ქალაქის გამარჯვება უნდა წავიღოთ ჩვენ თბილისში და თბილისში ერთად უნდა მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. მეგრელები ზოგადად უნიკალურები არიან და ყველაზე კარგად ხვდებიან რა არის მთავარი. მთავარი დღეს არის ერთიანობა. ჩვენი ეს ბრძოლა, რუსთაველის გამზირზე დაწყებული ბრძოლა, უნდა გაიშალოს მთელ საქართველოში და სამეგრელო უნდა იყოს ამ ფერხულში მთავარი აქტორი, იმიტომ რომ სამეგრელო ყოველთვის კარგად ხვდებოდა რა დროს, რა ნაბიჯი უნდა გადაედგა. ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროს, მერაბ კოსტავას დროს, ასე იყო მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც დაიწყო ბრძოლა კორუფციის და შევარდნაძის მმართველობის წინააღმდეგ და სწორედ ახლაც იგივე სპირალშია ჩვენი ქვეყანა, უნდა დავამარცხოთ რუსული წესრიგი, რუსული მმართველობა, რომელსაც საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს უწოდებთ, რომელიც იქცა ტირანია და ტირანია აუცილებლად დასრულდება ამ ქვეყანაში და ერთიანობა, ზეპარტიული ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მოიტანს შედეგს.